მინდა გაგიზიაროთ მაწვნის ცომის რეცეპტი ორი სახის გულსართით. ნამდვილი იმერული ტაფის ხაჭაპური და ფხლოვანა, იგივე ჭახრაკინა. 800 გრამ მაწვანს დავუმატოთ 1 ჩაის კოვზის სოდა. დაველოდოთ სოდის გააქტიურებას. დავამატოთ მარილი. დაახლოებით 900-950 გრამი ფქვილი და ზეთი ეტაპობრივად, დაახლოებით 200 გრამი. მე ამჯერად ვზელ ცომსაზელში ფაბუქ არც ისე მყარ ცომს. გადმოვიტან მაგიდაზე და დავამუშავებ ხელით. დავყობ დაახლოებით 300 გრამიან გუნდებს და ცომს დავასვენებ. ამასობაში გავამზადებ გულსართს. პირველ რიგში ყველი უნდა იყოს უმარილო, ცხიმიანი, საღირ ძისგან დამზადებული. ხეხავთ სახეხზე, ან ჭყლეტთ ხელით. ხაჭაპურისთვის მხოლოდ კვერცხს ვუმატებთ, ხოლო ფხლოვანასთვის კვერცხთან ერთად ვამატებთ წვრილად დაჭრილ ისპანახის ფოთოლს. 300 გრამიანი ცომის გუნდებისთვის ვამზადებთ დაახლოებით 300 გრამიან გულსართის გუნდებს. ვაწყობ ტაფაზე ძალიან დაბალ ცეცხლზე ოდნავ გაოქროს ფერებამდე. ორივე მხრიდან ვუსვამ კარაქს. გამოდის უგემრიელესი, უფაფუკესი და უთხელესი გულსართიანები. სიყვარულით მომზადებული და სიხარულით გაზიარებული თქვენთვის.